ესე იგი ადრეულ პერიოდში გარკვეული შეცდომების შედეგად არასწორად იყო მოვლილი და რიგ შემთხვევებში საერთოდ მოვლა აქტა ამ ბალახს, რამაც თავის შედეგი გამოიღო, იქ სარეველა წამოვიდა და აქტიურად ამ პერიოდში მიმდინარეობდა თამაშები და ჩვენ ვერ შევძელით ჩარევა ამ საქმეში, ვერც შეთესვა, ვერც რაიმე ისეთის გაკეთება. შემდეგ როცა დამთავრდა უკვე პირველი წელი დეკემბერში ხოთაშორის კარგი აგრონომი მოვიწვიეთ ამ თემებთან დაკავშირებით, ასე კონსულტაციები ჰქონდა სხვადასხვა აგრონომიულ კომპანიებთან და ჩამოვიტანეთ ისეთი თესლი, რომელიც ასე რომ ვთქვათ, ზამთარში გვხვდება, ჩავთესეთ 27 დეკემბერს, მაგრამ არის გარკვეული პროცესი, როცა ეს დასრულდება თავისი, ესე იგი მოვიტანს შედეგს და ჯერ არ არის დასრულებული პროცესი იმისა, რომ ვთქვათ, შეიძლება ითამაშო, მაგრამ შეიძლება გაფუჭდეს ეს ყველაფერი. სტადიონი იმისთვის, რომ მიიღოს თამაშები. ჩვენ ესე იგი პირველი თამაში გადავიტანეთ 23-ისთვის, რომელიც არის აქ და შემდეგ გვაქვს მეორე თამაში 6-ში. ამ რიცხვისთვის ნახოთ როგორ მდგომარეობაში იქნება. პირდაპირ მე თქვა რომ შეიძლება და შემდეგ გაფუჭდეს საქმე, ჩვენ ვერ ხდებით ამ შემთხვევაში აგრონომის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, მაქსიმუმი, ორ თამაშს ვარაუდოთ, მაგრამ შეიძლება კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველი თამაში ჩავატაროთ მარტვილში, გასვლაზე, ის მოწინააღმდეგე, რომელიც სახში უნდა მიგვეღო, ზუგდიდი შევხვდეთ მარტვილში და შემდეგ ვნახოთ, როგორ წავა, როგორ რეკომენდაცია გვექნება სპეციალისტებიდან. ჩამოსული იყო თვითონ ფედერაციიდანაც წარმომადგენლებიდან, მათი რეკომენდაციაც ასეთი იყო, იმიტომ რომ არ გაფუჭდეს ის წამოწყებული საქმე. 5 ახალი ფეხბურთელი ყავს, ეს როი კვასხვაძე, მაქსიმ ქვილითაია, ბექა ტუღუში, ვანო წილოსანი და ჰივი კვარაცხელია. კი ბატონო, პროგნოზები როგორია ემზადებით საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის? ხო, რამდენად მზად არის გუნდი, როგორ ფიქრობთ და რა შედეგებს დადებთ? გუნდმა ნაყოფიერი შეკრება გაიარა, როგორც ქუთაისში თავიდანვე, შემდეგ თურქეთში გავიარეთ, ანტალიაში, როგორც მოგახსენეთ. ნაყოფიერად გავიარეთ ყველაფერი, გუნდი უკვე 19-ისთვის უკვე 100%-ით უკვე მზად იქნება. აყოფილია, როგორც თავარიცხველი ამჟამად არ არის, ფიზიკური კონდიციები წამაღლებულია. და ვემზადებით სერიოზულად მარტვილი გაძლიერდა, ამიტომ ადვილი თამაში არ გვექნება და მაქსიმალური ყურადღება და მობილიზება უნდა გამოვიჩინოთ როგორც მწვრთნელებმა, ისე ფეხბურთელებმა, რომ დავაფასოთ მოწინააღმდეგე, არ ნიშნავს რომ ბოლო ადგილზეა, ძნელი თამაში გვექნება და ამისთვის მზად ვართ. კაი განწყობა, გუნდში 19-ის თამაში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, იმიტომ რომ პირველი თამაში და როგორ დავიწყებთ სტარტი, როგორ იქნება, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ 100%-ით, რომ პირველი თამაში ჩვენი სასარგებლოდ დასრულდეს რა.
ხარში დავუდგეთ დღეს ერთმანეს არ დავწყვეტ გულს დღეს ქართველეს მოგებას გვირდებით ქუთათურებს და ქუთათურ ხალხს ქუთათურ მზეს ხარში დავუდგეთ დღეს ერთმანეს არ დავწყვეტ გულს დღეს ქართველეს მოგებას გვირდებით ქუთათურებს Kuta turm zest, without carried and goals.